Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში შეცდომა თუ მიზანმიმართული პიარი პრეზიდენტი წინასწარ აანონსებს რომ ახალ წელს ავღანეთში უნდა შეხვდეს. ქვეყნის პირველი პირის განცხადებას უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. სამხედრო თემაზე მომუშავე ექსპერტები და ჟურნალისტები საფრთხეზე ალაპარაკდნენ, რომელიც ასეთ შემთხვევებში პრეზიდენტისა და ცხელწერტილში მყოფი ჯარისკაცების უსაფრთხოება შეიძლება შეექმნას. ამ კონტექსტში დღეს სააკაშვილის ბოლო ავღანური ვიზიტიც გაიხსენეს. მსგავსი სახის ვიზიტი როგორც წესი კონფიდენციალურია და პოსტფაქტუმ ხმაურდება. თუმცა ამ მხრივ საქართველო გამორჩეული აღმოჩნდა. სოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ქვეყნის პირველი პირის ვიზიტის წინასწარ დაანონსებას საზოგადოებისა და სამხედრო ექსპერტების კრიტიკა მოჰყვა. ეს არის კლასიფიცირებული მასალა, კლასიფიცირებული დოკუმენტაცია. მისი გახმოვანება არ არის მიზანშეწონილი ვიზიტამდე, იმიტომ რომ ამას შეიძლება გაზარდოს რისკი. მიხეილ სააკაშვილმა ჰელმანდის პროვინციაში ვიზიტის შესახებ საზოგადოებას გუშინ საკუთარი Facebook-ის გვერდიდან ამცნო. ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის პროგრამის ფარგლებში მსახურობენ, ახალ 2013 წელს ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად შეხვდებიან. საქართველოს პირველი პირი ჰელმანდის პროვინციაში წინასაახალწლოდ ჩავა. სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში არც ავღანეთში პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი დავიწყებიათ. 2012 წლის 20 თებერვალს ჰელმანდში 2 საათით ჩასული პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღეს საზოგადოებისთვის 3 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. მაშინ ჯარისკაცები პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდნენ. როცა ასეთი სავალალო მაგალითი სახეზეა, როდესაც ეხლაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ერთი თვის წინ იყო ძალიან სერიოზული შეტაკება თალებების დიდ ჯგუფთან. ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, რომ სიფხიზლე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ყველამ და მათ შორის თავისთავად ცხადია საქართველოს პრეზიდენტმა. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სააკაშვილის ვიზიტის დაგეგმვაში ისინიც მონაწილეობდნენ, თუმცა ვიზიტის დაანონსების ფაქტი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს უმაღლესი მთავარსარდალი, ერთ-ერთი ლიდერი ჯარის გვერდით იყოს. ბუნებრივია უკეთესი იქნებოდა, რომ საჯაროდ ეს ჯერ არ გამხელილიყო. ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში 1600 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. სოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში 3 წლის განმავლობაში საქართველომ 18 ჯარისკაცი დაკარგა. ჰელმანდში უკვე 1 კვირა აგრძელდება 19 დეკემბერს გაუჩინარებული ქართველი ჯარისკაცის ძებრა გადარჩენის ოპერაცია.